დიდ მადლობას მოგახსენეთ მომბრძანებისათვის, დროის გამოყოფისათვის, დათმობისათვის. დღევანდელი ჩვენი შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენს პრეზიდენტის 2013 წლის 2 ივლისის განკარგულება. ეს სამართლებრივი აქტი, რომელთაც განისაზღვრა საქართველოში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის თარიღად 31 ოქტომბერი ეს გახლავთ ხუთშაბათი დღე მოგახსენებათ. და მე მინდა შევეხო რამდენიმე კუთხით ამ თარიღს ამ არჩევნებთან დაკავშირებით და პირველი აღნიშნა იმას, რომ არ არის ეს უქმე დღე, როცა შეიძლებოდა განხორციელებულიყო არჩევნების ჩატარება და მით უმეტეს საპრეზიდენტო არჩევნების მომენტებული ინტერესის ქონია თქვა ეს საზოგადოებისათვის და ეს გარკვეულ ბარიერებს უქმნის საქართველოს მოსახლეობას აუმჯობლებს, რომ მაქსიმალურად აქტივობა იგრძნობოდეს საარჩევნო უბრალოდ წინასწარი ვარაუდია ჩვენ და ვფიქრობ ამაში საზოგადოება დაგვეთანხმება. მე მიხარია თქვა, რომ ჩემი კოლეგები სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები იზიარებენ ამ მოთხოვნებს და თქვა ჩემთან ერთად და ჩვენთან ერთად იმართავენ ისინი ზემოაღნიშნული მესიჯებით საქართველოს პრეზიდენტს. მაგრამ ყველაზე მეტად ხაზი მინდა გაუსვა უფრო მნიშვნელოვან საკითხს, ეს გახლავთ საქართველოსთან ემიგრაციაში მყოფი ქართველები, რომელთაც აქვთ კონსტიტუციური უფლება და ამ კონსტიტუციურ უფლებასთან ერთად მათ გააჩნიათ ლეგიტიმური უფლებაც და ინტერესიც იყვნენ საქართველოს მომავალი პრეზიდენტის არჩევნებში აქტიური მონაწილენი. გამოავლენ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში საკუთარი ნება და კანონის საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე აირჩიონ მომავალი პრეზიდენტი. მოგახსენებთ, რომ საზღვარგარეთ ჩვენ გვქონდა, ჩვენ გვყავთ თქვა წარმომადგენლები, ემიგრანტებთან გვაქვს მჭიდრო ურთიერთობები, გვქონდა მათთან კონსულტაციები და მათი მესიჯი მე მინდა გადავწყვეტ საქართველოს პრეზიდენტს და ვთხოვ მას, რომ როგორმე დროულად დაუყოვნებლე მოახდინოს ზემოაღნიშნულ სამართლებრივი აღჭურვილების განხორციელებას და 31 ოქტომბრის ნაცვლად სხვა დღე დადგინდეს უქმე დღე. თუ თქვა საქართველოს პრეზიდენტი საქართველოში უქმე დღეს გამოაცხადებს 31 ოქტომბრის ანუ ხუთშაბათ დღეს, ეს რა თქმა უნდა კარგი იქნება მივესალმებით, მაგრამ ზემოაღნიშნული ცვლილება შედეგს ვერ დადებს საზღვარგარეთ, რადგან საზღვარგარეთ საქართველოს პრეზიდენტის იურისდიქცია ვერ გამცველდება და უქმე დღეს შესაბამისად ვერ გამოცხადდება ხუთშაბათი დღე. ამიტომ მთავარი მესიჯი ჩვენთვის არის, რომ ყველა საქართველოს მოქალაქეს მიეცეს საქართველოს პრეზიდენტის მორიგ არჩევნებში მონაწილეობის უფლება, თავიანთი კონსტიტუციური უფლების ფარგლებში მოახდინონ საქართველოს მომავალი პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის მიღება და ვფიქრობ, რომ უნდა გაითვალისწინოს საქართველოს პრეზიდენტმა ჩვენი მოთხოვნა, უნდა გაითვალისწინოს საზოგადოების მოსაზრება და ეს არის მთავარი მესიჯი. ვფიქრობ, ძალიან ლეგიტიმურად ჩამოვაყალიბეთ და გასათვალისწინებულია ზემოაღნიშნული გარემოებები. არა, გეტყვით. სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ყურადღება გაამახვილა სამართლებრივი კუთხით საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-6 მუხთან დაკავშირებით. სწორი ეს და ვეთანხმები მათ მოსაზრებებს, მაგრამ პირდაპირ გამოცხადეთ, რომ მეც იურისტი ვარ და თქვა სამართლობის შეფასებისთვის არ მოსულვარ, თუმცა შემიძლია შეფასება გქონდეს. ბატონი კარგახიშვილი აკეთებს თქვა იგივე სხვა ორგანიზაციები, ბატონი კარგი გაური, მეც გავიზიარო მათი დამოკიდებულება, მაგრამ ყველაზე მთავარი მესიჯი, რაც მინდა და რომ პრეზიდენტისთვის გადამეცა, ის არის, რომ დღეს არც ერთი საკანონმდებლო აქტი, არც კონსტიტუცია და არც სხვა ორგანული კანონმდებლობა, არც ნებისმიერი სხვა საკანონმდებლო აქტი არ ზღუდავს მას არჩევნები ჩატარდეს უქმე დღეებში. პირიქით მისასალმებელი იქნება, რადგან უქმე დღეებში უფრო მეტი აქტივობა იქნება, თქვა საარჩევნო უბნებზე ამორჩეველთა მხრიდან და ეს უნდა გაკეთდეს ხალხო, იმიტომ რომ ჩვენ უნდა გვქონდეს ჩვენი კონსტიტუციური უფლების საჯაროდ აშკარა და თანასწორ პირობებში გამოხატვის საშუალება. საქართველოში კიდევ შეიძლება არ შეიქმნას პრობლემა, მიუხედავად იმისა, რომ თქვა საარჩევნო კანონმდებლობა იცნობს იმ ფაქტს, რომ არჩევნებზე უნდა გამოცხადეთ იმ უბნებში, სადაც ვართ რეგისტრირებულები საცხოვრისის მიხედვით, ხო? ანუ ეს ძალიან ცნობილი ფაქტია, ურდეულია შინაარსიდან გამომდინარე, მაგრამ უცხოეთშია ეს კინეული თემა და დაახლოებით 2 მილიონამდე ემიგრანტის უფლებებზე მაქვს მესაუბარი და კონსტიტუციურ უფლებებზე ვსაუბრობ. მათ აქვთ როგორც უფლება მონაწილეობა მიიღონ და აირჩიონ საქართველოს მომავალი პრეზიდენტი, მათ აქვთ ასევე მომენტებული ინტერესი, რომ იყვნენ აქტიურად ჩართულები ზემოაღნიშნულ საარჩევნო პროცესში და ვფიქრობ, რომ უნდა გაითვალისწინოს საქართველოს პრეზიდენტმა, პირიქით მისი ვალია, რომ გათვალისწინებული იქნას ამ დროს და ნებისმიერ პროცესში თქვა პრეზიდენტის ვალია საქართველოს თითოეული მოქალაქის კანონიერი ინტერესი. სწორედ რომ ლეგიტიმურ უფლებამოსილებზე ვსაუბრობ, სწორედ რომ ლეგიტიმურ ინტერესებზე ვსაუბრობ საზოგადოების მხრიდან. არა, არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ, მე ამაზე არ ვსაუბრობ. საქართველოს თქვა მე ვსაუბრობ იმაზე, რომ არასამუშაო დღეებში საქართველოსთან მწყვეტში სხვადასხვა მიზეზით მყოფი ადამიანები, რომელთაც დიდი სურვილი აქვს მონაწილეობის მიღების საარჩევნო კეჭისყრის დღეს, ფიზიკურად ვერ მოახერხებენ ამას.
იმიტომ რომ მათ აქვთ ასობით კილომეტრი გასავლელი ამისათვის, გარდა ამისა მოგეხსენებათ რომ საზღვარგარეთში მათ გაუჭირდებათ სამსხურიდან დაათხოვნის, თქვა, აიღონ ერთდღიანი შეებულება თუ რაც ქვია ამას და წავიდნენ თავიანთი ქვეყნის ინტერესების გამოსახატავად. ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, იმიტომ რომ მე მქონდა კონსულტაციები ჩვეულებრივად ემიგრანტებთან და მქონდა საუბრები. რა თქმა უნდა, ეს გამოუვალი სიტუაცია და ეს დაახლოებით ეხება 2 მილიონამდე ადამიანს. ზუსტად ვერ მოგახსენებთ, მაგრამ ესეა. დიახ. გეტყვით. მე წინა არჩევნების პერიოდში არ გავხდით აბსოლუტურად საერთოდ არ მქონია შეხება, მაგრამ ჩემთვის ცნობილია რომ ისეთ სამუშაო დღეებში ჩატარდა. ეს იყო ოქტომბრის არჩევნები, საპარლამენტო არჩევნები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ის იყო სწორი. ჩვენ საზოგადოებამ და მით უმეტეს ხელისუფლებამ, რომელსაც უფლებამოსილების ფარგლებში შედის, თქვა, არჩევნების დანიშვნის დღის გამოცხადება, უნდა იზრუნოს იმაზე, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს შეეძლოს თავისუფლად გამოავლინოს თავის კონსტიტუციური ნება. ესაა მთავარი მესიჯი და ესაა მთავარი ჩვენი მოწოდება, სწორედ საზოგადოებრივი ინიციატივა, რომელიც ჩემი ორგანიზაციის სახელწოდებიდანაც გამომდინარეობს და ემსახურებით საზოგადოებრივ ინიციატივას. მე მჯერა რომ თქვენთაგანი დაეთანხმებით ამ ინიციატივას. მთავარი არის აქ არა იურიდიული კუთხით როგორ მოაგვარებთ, რაც აბსოლუტურად მოგვარებადია და პირიქით ხელსგვიწყობს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა. მთავარია პოლიტიკური და კეთილი ნება, რომ თითოეულ ადამიანს მიეცეს საშუალება თავისუფლად გამოავლინოს საკუთარი ნება. ამაზე მაქვს საუბარი. კი, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თუ ორსავი ბატონი კახიშვილიც მომზანდება დღეს 1 საათში და მასაც ექნება კონკრეტული შენიშვნები ამ თარიღთან დაკავშირებით და სხვა ორგანიზაციებიც არიან. ქალბატონი ეკაკი გაური და რამდენიმე კიდევ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას თავისი მოსაზრებები გაჩნია, მაგრამ ზოგი საუბრობს კოდექსის მე-6 მუხთან დაკავშირებით. მე კოდექსის მე-6 მუხთან დაკავშირებით საერთოდ არ ვსაუბრობ. მე მგონი გაიგეთ კიდევ სხვა ნათელი გახდა ჩემი საუბრი და მთავარი არის უფლების განხორციელების შესაძლებლობის მიცემა. ამაზე მაქვს მთავარი ყურადღება გადატანილი და განსაკუთრებით წვავებს საკითხს ემიგრანტების პრობლემას. მე მინდა, რა ვიცი, მაქსიმალურად ხარდაჭერილი იქნას საქართველოს პრეზიდენტის მიერ აღნიშნული ინიციატივა და თქვა დროულად იქნას დაუყოვნებლივ ოცულების განხორციელება იმ ნაწილში, რასაც თარიღის დანიშვნა ქვია. პირიქით დიდი მადლობა. კი, დღეს გაუგზავნე პრეზიდენტს წერილს. დიახ. მე მგონი ვარჩი, ხო? ამაზე მეტი ეხლა ფიქრობ არ ვცნობ მისაუბრა, იმიტომ რომ მთავარი მესიჯი ეს იყო და ზედმეტი